გამარჯობა. დღეს 28 თებერვალია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1999 წლის 28 თებერვალს დაიბადა სლოვენიელი კალათბურთელი ლუკა დონჩიჩი. მისი წარმატებული კარიერა დაიწყო მადრიდის რეალში, სადაც სამჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი. ამის შემდეგ ის გადავიდა NBA-ის გუნდ დალას მავერიქსში, სადაც 6 სეზონი გაატარა. 2025 წლის თებერვალში მოულოდნელი გაცვლის შედეგად ლუკა დონჩიჩი ახლა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის მოთამაშეა. დონჩიჩის ყველაზე დიდი წარმატება სლოვენიის ნაკრებთან ერთად არის ევროპის ჩემპიონობა 2017 წელს. 1942 წლის 28 თებერვალს დაიბადა ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი დინო ძოფი. ის არის 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონი, 1970 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და 1968 წლის ევროპის ჩემპიონი იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 1995 წლის 28 თებერვალს დაიბადა ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ქვინ შეფარდი. 1993 წლის 28 თებერვალს დაიბადა დანიელი მომღერალი ემილი დე ფორესტი. ის არის ევროვიზიის გამარჯვებული 2013 წელს. 1995 წლის 28 თებერვალს დაიბადა ამერიკელი დიჯეი და მსახიობი მედისენ ბითი. 1994 წლის 28 თებერვალს დაიბადა პოლონელი ფეხბურთელი არკადიუშ მილიკი. 1926 წლის 28 თებერვალს დაიბადა იოსებ სტალინის ქალიშვილი სვეტლანა ალილუევა. ის მოგვიანებით საბჭოთა კავშირს გაექცა და ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. 2003 წლის 28 თებერვალს დაიბადა ქართველი ფეხბურთელი ლუკა გაგნიძე. მან კარიერა დაიწყო დინამო თბილისში 2020 წელს, რის შემდეგაც ის გადავიდა მოსკოვის დინამოში. 1857 წლის 28 თებერვალს დაიბადა ქართველი მსახიობი და რეჟისორი ლადო ალექსი მესხიშვილი. 1928 წლის 28 თებერვალს დაიბადა ქართველი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, სოციალისტური შრომის გმირი და საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი რამაზ ჭყიკვაძე. ის იყო გამოჩენილი ქართველი მსახიობი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა როგორც თეატრში, ასევე კინოში. მისი თეატრალური კარიერა ძირითადად შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან იყო დაკავშირებული, სადაც 1951 წლიდან მოღვაწეობდა. მისი გამორჩეული როლები მოიცავს სპექტაკლებს როგორიცაა ხანუმა, ყვარყვარე, კავკასიური ცარცის წრე და მეფე ლირი. რაც შეეხება კინოკარიერას, ჭყიკვაძემ მონაწილეობა მიიღო მრავალ ფილმში. მისი ფილმოგრაფია მოიცავს შემდეგ ნამუშევრებს: ჭრიჭინა, დღე უკანასკნელი დღე პირველი, ლონდრე, ვერის უბნის მელოდიები, თეთრი ბაირაღები, ნატვრის ხე და კიდევ უამრავი სხვა ცნობილი ფილმი.